Berlinales ევროპული კინოს ბაზრობაზე ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის მთვარე მამაა ჩემი კინოჩვენება გაიმართა კინოჩვენების პარალელურად საქართველოს პავილიონში კინოცენტრის დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან ინდუსტრიულ შეხვედრებს მართავს ევროპული კინოს ბაზრობა წელს 140-მდე ქვეყნის დელეგაციებს და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მათ შორის ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს და უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. ასორმოცამდე ქვეყანა ევროპული კინოს ასობით წარმომადგენელი და ქართული ფილმის საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. რიგით 76-მდე ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. მთვარე მამაა ჩემი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი ემოციებისა და წარსულის ფონზე გადარჩენას და სიბნელეში სინათლის პოვნას ცდილობენ. ფილმს არაერთი საერთაშორისო წარმატება უკვე აქვს. რომ მთვარეზე მთებია. მთვარე მამაა ჩემი. ეს არის ისტორია ბიჭზე, რომელიც ბებიასთან იზრდება. ფილმი აერთიანებს ოვაშვილის გამორჩეულ კინემატოგრაფიულ ხელწერას, ემოციურ სიღრმეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილმის ჩვენება ბერლინში. ევროპული კინოს ბაზრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მათ შორისაა ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს პავილიონს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართულმა დელეგაციამ უცხოელ კოლეგებს მიღებაზეც უმასპინძლა. საქართველოს აქვს კინემატოგრაფიის დიდი ისტორია. ჩვენ ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ საშუალება გვაქვს ვიმუშაოთ საქართველოს კინოცენტრთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კინო იმსახურებს ადგილს მსოფლიოს სცენაზე. საქართველოს კინოცენტრი შესანიშნავად ახერხებს, რომ ინფორმაცია მიაწოდოს მსოფლიოს ქართულ ფილმებზე და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მათი პარტნიორები ვართ. ჩემი მეგობრობა საქართველოსთან და ქართულ ფილმთან დიდი ხნის წინ დაიწყო. ფარაჯანოვის, თენგიზ აბულაძის და ნიჭიერი ქართველი რეჟისორების წყალობით. 2009 წლიდან ხვდებოდი ქართველ პროდიუსერებს და რეჟისორებს ფილმის ფესტივალებზე. ჩვენ მარტივად პოულობდით საერთო ენას. ლოკარნო, კარლოვი ვარი, შანხაი, ვენეცია. ეს არასრული ჩამონათვალია საერთაშორისო ფესტივალების, რომლის წარმომადგენლებთან ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა. 60-ზე მეტი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა A-კლასის კინოფესტივალების პროგრამერებთან, საერთაშორისო კინობაზრობების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და დარგის სხვა წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენს დელეგაციაში ჩვენი მხარდაჭერით არიან წარმოდგენილი ქართველი რეჟისორები, პროდიუსერები და ფესტივალების პროგრამერები, რაც მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი აზერბაიჯანის კინოს სააგენტოსთანაც გაფორმდა. ქართველ მეგობრებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რისთვისაც ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად ვემზადებოდით. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება რეალური სამუშაო შეთანხმება და საწყისი ეტაპი ერთობლივი პროექტების და კოპროდუქციის განსახორციელებლად. ბერლინალე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალია, სადაც ევროპული ფილმების მარკეტი ფუნქციონირებს. კინომარათონი 18 თებერვალს დასრულდება.